კიტრი გადარგეთ, დილით გახედეთ და ფოთლები ჩამოყრილი დაგხვდათ. ნაცნობი ამბავია. ბევრს გონია, რომ ასეთ დროს მცენარეს მაშინე წყალი, სასუქი ან კიდევ რაღაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდება. სინამდვილეში კი კიტრს გადარგვის შემდეგ ყველაზე ხშირად ხიფნერად ისვენებს, რომ ზედმეტად ვაწვალებთ. პირველი კვირა კიტრისთვის ყველაზე ფრთხილი პერიოდია. ეს არ არის პომიდორი, რომელიც ბევრ შეცდომას გაპატიებს. კიტრს ნაზი ფესვი აქვს, სიცივესაც უფრო მძიმედ იტანს, ზედმეტ წყალსაც და სათბურში ჩახუთულ ჰაერსაც. მაგრამ თუ სწორ პირობებს შეუქმნით და ზედმეტად არ ჩაერევით, სწრაფად მოიკრებს ძალას და ზდასაც კარგად დაიწყებს. მოდით მარტივად გავიაროთ, რა უნდა გააკეთოთ კიტრის ჩითილთან გადარგვის შემდეგ პირველი 7 დღის განმავლობაში. პირველი და მეორე დღე. ჩითითილი ჩარგეთ, კარგად მორწყეთ და მერე თავი დაანებეთ. ესვი დაანებეთ, ეს არის მთავარი საქმე. არ არის საჭირო ყოველ 2 საათში მიწის შემოწმება, ფოთლების ხელით გასწორება ან ზემოდან კიდევ წყლის დასხმა, მხოლოდ იმიტომ, რომ მცენარე მოწყენილად გამოიყურება. გადარგვის შემდეგ კიტრის ფესვი სტრესშია. ის ჯერ ახალ მიწას ეჩვევა და წყალს ისე ვერ იღებს, როგორც მანამდე იღებდა. თუ ჩარგვისას მიწა კარგად დაასველეთ და შიგნით ნესტიანია, ლეიკით აღარ მივახლოვდეთ. ამ დროს კიტრს წყალი კი არა, სიმშვიდე სჭირდება. რაც აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, არის ტემპერატურა და ჰაერი. საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისთან ახლოს ან იმერეთის დაბლობში, გაზაფხულის ბოლოს სათბური შუა დღეს ძალიან სწრაფად ხურდება. გარეთ შეიძლება სასიამოვნო ამინდი იყოს, შიგნით კი ნამდვილი აბანო დადგეს. ასეთ სიცხეში კიტრი ფოთლებს ჩამოყრის და ეს ყოველთვის წყლის ნაკლებობას არ ნიშნავს. თუ სათბური დაკეტილია და შიგნით ჰაერი მძიმეა, აუცილებლად გაანიავეთ. პირველ დღეებში კარგი განიავება ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიდევ ერთი მორწყვა. კიტრს ჩახუთული ჰაერი არ უყვარს. ღამით კი პროგნოზს დააკვირდით. დასავლეთ საქართველოში ხშირად ტენიანი ღამეებია, მაგრამ მთისწინეთში, შიდა ქართლში, სამცხეში ან მაღალ სოფლებში მაისშიც კი შეიძლება ღამე გაცივდეს. ღამე გაცივდეს, თუ ღამით ტემპერატურა 12 ან 13 გრადუსზე დაბლა ეცემა, კიტრი უმჯობესია აგროპირით დაფაროთ. განსაკუთრებით მაშინ თუ ჩითილი ახალი გადარგულია. ცივი ღამის შემდეგ ფოთლები შეიძლება ოდნავ გაფერმგთავდეს ან შეიკეცოს. ეს დიდი უბედურება არ არის, მაგრამ ჯობს თავიდან აიცილოთ. მესამე და მეოთხე დღე. ამ დღეებში ჯერ მცენარეს შეხედეთ და მერე მიწას. ბევრს პირიქით გამოსდის. დაინახავს, რომ ზემოდან მიწა გამშალია და მაშინ ვერ წყავს, მაგრამ ზედაპირი, საქართველოში, განსაკუთრებით ქარიან და მზიან ამინდში, ძალიან სწრაფად შრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფესვთანაც მშალია. ნორმალურია თუ დღის სიცხეში კიტრის ფოთოლი ოდნავ მოდუნდება. მთავარია დილით ნახოთ. თუ დილით ფოთლები წამოწეულია და მცენარე ცოცხლად გამოიყურება, ყველაფერი რიგზეა. ნორმალურია ისიც, თუ მესამე ან მეოთხე დღეს ზრდა ჯერ არ ჩანს. კიტრი ამ დროს ზემოთ კი არა, ქვემოთ მუშაობს. ფესვი ახალ ადგილს იკავებს. შეიძლება ქვედა ფოთოლი ოდნავ გაყვითლდეს ან დაზიანებულივით გამოჩნდეს. ესეც ხშირად გადარგვის სტრესია. მთავარია ზედა ნაწილი და ახალგაზრდა ფოთლები იყოს ცოცხალი. თუ წვერი ჯანმრთელია, მცენარე ჯერ კიდევ კარგად მიდის. აი როდის უნდა დაფიქრდეთ. თუ კიტრი დილითაც ჩამოყრილია და საღამოსაც ვერ დგება, თუ ფოთლები მთლიანად თეთრდება ან ყვითლდება, თუ წვერი მკვდარივით არის, მაშინ მიზეზი უნდა მოძებნოთ. ყველაზე ხშირად პრობლემა სამრამეშია. მიწა ცივია, ფესვთან ზედმეტი ნესტია, ან სათბურში ჰაერი ცუდად მოძრაობს. ამ დღეებში მორწყვა ასე შეამოწმეთ. თითი ჩაყავით მიწაში დაახლოებით 5 სანტიმეტრის სისრმეზე. თუ იქ ნესტიანია, არ მორწყათ. თუ ნამდვილად მშალია, მიეცით ცოტა წყალი. დაახლოებით 1 ლიტრი ან ლიტრ-ნახევარი ერთ წირზე საკმარისია. ჭაობი არ გააკეთოთ. კიტრს ნესტი უყვარს, მაგრამ ფესვთან გაჩერებული სველი მიწა არ უყვარს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ახლად გადარგულ კიტრთან მიწას ღეროსთან ახლოს ნუ გაფხვიერებთ. კიტრის ფესვი ზედაპირულად იზრდება და გვერდებზე მიდის. თუ ღეროს ირგვლივ მიწას დაიწყებთ ქექვას, წვრილ ფესვებს დააზიანებთ. თუ ზედაპირზე ქერქი გაჩნდა, ცოტა მოშორებით ფრთხილად გააფხვიერეთ, ან უკეთესი, დაელოდეთ პირველი კვირის დასრულებას. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე დღე. ამ დროისთვის კიტრმა უნდა გაჩვენოთ, რომ ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი. ნიშნები მარტივია. წვერი ცოცხალია, ახალი ფოთოლი ჩნდება ან იშლება. ღერო მყარად დგას. დილით მცენარე მხნედ გამოიყურება. დღისით შეიძლება ისე ოდნავ მოეშვას, განსაკუთრებით თუ მზე აჭერს, მაგრამ საღამოს ისე უნდა გამოფხიზლდეს. თუ ამას ხედავთ, ნუ შეუშლით ხელს. არ არის საჭირო სასუქის მიცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი კვირა გავიდა. კიტრს სასუქი კალენდრის მიხედვით კი არა, მდგომარეობის მიხედვით სჭირდება. ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ფესვი მოერგო ახალ ადგილს და მცენარე ზრდაში წავიდა.
თუ მეშვიდე დღეს კიტრი ჯერ კიდევ თითქმის არ იზრდება, მაგრამ ცოცხალია, ფერი ნორმალური აქვს, ფოთოლი დგას და წვერი არ არის დაზიანებული, პანიკა საჭირო არ არის. შეამოწმეთ მიწის ტემპერატურა. კიტრი ცივ მიწაში არ იზრდება, თუნდაც ზემოდან მზე აცხუნებდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ღია გრუნტს და იმ ადგილებს, სადაც ღამით მიწა სწრაფად ცივდება. პომიდორი ასეთ პირობებს უფრო იოლად იტანს, კიტრი კი სითბოს ელოდება. ამიტომ ნუ დააძალებთ, მიეცით დრო. ახლა ცალკე ვთქვათ სასუქზე. პირველი 7 დღე კიტრისთვის ზედმეტი კვება საჭირო არ არის. თუ ჩარგვისას ორმოში კარგი კომპოსტი, გადამწვარი ნაკელი ან ცოტაოდენი ნაცარი შეიტანეთ, ეს დასაწყისისთვის საკმარისია. ფესვი ჯერ მხოლოდ ეწყობა. თუ ამ დროს ზემოდან ძლიერ სასუქს დაასხამთ, მცენარე მაინც ვერ აითვისებს კარგად, ზოგჯერ კი უფრო მეტად დასტრესავს. მოკლედ, პირველი კვირის სქემა ძალიან მარტივია. პირველი და მეორე დღე. ჩარგეთ, მორწყეთ და აღარაწვალებთ. აკონტროლებთ ტემპერატურას და ჰაერს. მესამე და მეოთხე დღე. უყურებთ მცენარეს, ამოწმებთ მიწას სიღრმეში და რწყავთ მხოლოდ მაშინ, როცა მართლა მშრალია. ღეროსთან მიწას არ ქეკავთ. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე დღე. აკვირდებით, დაიწყო თუ არა მცენარემ მოკეთება. თუ ახალი ფოთოლი ჩანს და წვერი ცოცხალია, ხელს არ უშლით. თუ ზრდა არ ჩანს, პირველ რიგში მიწის სითბოს და ტენიანობას ამოწმებთ. სულ ეს არის. კიტრს პირველ კვირაში სასწავლები არ ჭირდება. მას ჭირდება თბილი მიწა, სუფთა ჰაერი, ზომიერი ნესტი და ყველაზე მთავარი, ცოტა სიმშვიდე. ნუ იჩქარებთ, ნუ გადაასხამთ, ნუ გადააჭმერთ. კიტრი თუ სწორად შეეგუა ადგილს, მერე თვითონ გაჩვენებთ, როგორ კარგად შეუძლია ზრდა.